გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ დაგებრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს ვიღებთ უნიკალურ ვიდეოს, იმიტომ რომ ველოდებით დაახლოებით 1-4 თვეა ამ ვიდეოს გადაღებას რა. ჩვენთან ერთად არის ნიკოს რჩევები. რავი, ალბათ ბევრს გეცოდინებათ ნიკოს რჩევები, ვინც არიცით, შეგიძლიათ გადახედოთ ნიკოს TikTok-ს, აღწერაში იქნება, ვისაც მანქანები ჩამოგდით ამერიკიდან. შეგიძლიათ პირველად რაღაც სერვისი გავუკეთოთ თქვენს ავტომობილს. ხო, კიდე ერთი მომენტი რა, არ გეგონოთ რაღაც დასპონსორებული და რაღაც, ანუ როგორც თქვენ შეიძლება გახსნათ TikTok-ი და ნახოთ ნიკოს რჩევები, მეც ანალოგიურად გავხსენი, შემოხდა ნიკოს რჩევები და მინდოდა რომ მეჩვენებინა თქვენთვისაც და ამავდროულად იმეღო ეს სერვისი, იმიტომ რომ საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი რა. მოკლედ დღეს სტუმრად გვყავს W204 კუზაო კუპე 2014-იანის ნოემბრის გამოშვება. ახალი ჩამოსული არის, გუშინ ჩამოვიდა, ბევრი დეტალი შევცვალეთ. გუშინ მოვიდა მანქანა. ხო, პირდაპირ ფოთიდან ჩამოვიდა. ლას-ვეგასი ნევადა იყო შტატი. დაახლოებით 4 თვე მომუნდა მანქანას ჩამოსვლა რა, იმიტომ რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო, კონტეინერს ველოდებოდით, მე და ჩემაცმაკაცმა ერთად გამოვწერეთ. იმან თავის მანქანა გამოწერა იდეაში და მე ჩემი მანქანა. ჩემი ცოტა გაიწელა რა. ხო, და ჩემი ძმაკაცის მანქანა ძალიან მალე ჩამოვიდა. ნუ კონტეინერი არ ქონდათ და ნუ მოკლედ ეგ ცალკე საკითხი იყო და პრობლემა და რაღაცა, ხო, ეგეთი შეფერხება ყოველთვის ხდება რა. რა შეხება ხა კომპანიას და ამაზე დეტალებზე მე ვისაუბროთ რა. კომპანია GT Cargo, მოკლედ მათი დეტალები იქნება აღწერაში, ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ დაურეკოთ ნებისმიერ დროს, მიწეროთ Facebook-ზე, დაგეხმარებიან რომ ჩამოიყვანოთ მანქანები ანალოგიურ სიტუაციაში, არ გეგონოთ რომ რამე დასპონსორებული ან რაღაცა მსგავს. არაფერი საერთოდ, რავი, რა სპონსორზეა საუბარი, ვიდეოებს 5 ნახვევი აქვს. შესაბამისად. ხო, დღეს რა გავაკეთეთ ახლა? გუშინ ღამე ხო ჩამოვიდა მანქანა. გათენა თუ არა, ეგრევე წავედით დაშლებში. დავითრეთ ეს კარები, შავი ფერი 040 ფერში. სარკე გამოვცვალეთ, ფასებთან დაკავშირებით ახლა ფეიქრებზე ვიყავი, იქ აღარ გადამიღია ვიდეო, იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება დისკომფორტი ქონოდათ ახლა იქ ხელოსნებს და დამშლელებს, არ ვიცი როგორ ეძახით. ხო, მოკლედ 500 ლარში გამოვიდა ორივე ერთად ჯამში. ვფიქრობ რომ საკმაოდ кайფასი არის. დაზიანებას რაც შეეხება, არაფერი ისეთი განსაკუთრებული. მოდი დაზიანებაზე ნიკო მესაუბროს. ამ ჯეკარები იყო გაფჭებული, მთლიანად შეიცვალა, შავი ფერი ფერში დაჯდა. სარკე შუშა იყო გატეხილი და შუშაც მოყვა, შიდა საფარიც მოყვა, ეს ერთლიანი რა, ანუ ეგრე წოდებული ბორია კარები რა. დანარჩენი ძირითად დაზიანება წინა მარჯვენა კუთხეშია. ძირითად დაზიანება წინა მარჯვენა მხარე არის, ბამპერის კუთხეა გაფჭებული. ფარი ჩანს რომ გატეხილია, მაგრამ ბამპერს ბევრი დეტალი არის გადარჩენილი. ესაც გადარჩენილია შუაში რომ ნათურად შეიძლება ლედი. იქთან მხარეს ყველაფერი კარგად არის და სავარ ნაწილში ძალიან მცირედი იყო ორი გიტარა, მხოლოდ შეცვლილი რა, ანუ ეგაც ორი ქვედა გიტარა ხარ შევცვალეთ. დისკი და დისკი. ორი წინა დისკი იყო, მოკლედ გასაკეთებელი. ერთი გაკეთდა და მეორეზე იდეაში პრობლემები შეიქმნა ცოტა რა. გვითხრეს რომ დასასვარკებელიაო და ნუ არ ქონდათ საშუალება ფიზიკურად რომ დაესვარკებინათ. შეადუღეს რაღაცეები იმაიმუნეს მოკლედ და ხო, ნუ მოკლედ ეგ მისახედი არის ცალკე რა. ეხა ზაპასკაზე არის. ქართულად როგორ ვეძახით? სათადარიგო საბურავი არის. ვიზუალურად რო ვთქვათ რა, ძალიან მაგარი შიტოკი, AMG-ს შიტოკი, რა ვიცი, აი, უძალიან მაგრესი. ვისურვებდი რომ LED ფარი დამეყენებინა მომავალში. ვფიქრობდი რომ ცხაურა შემეცვალა რა. ჩემი იდეა იყო რომ შემეცვალა ცხაურა მთლიანად, ეს ნიკელები რაც იყო სულ რო ჩამეშავებინა, იდეაში ეგ მქონდა გეგმაში და იმდენად ლამაზი ცხაურა ჩამოვიდა, ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი რომ ესეთ ვიდზე იქნებოდა რა. არ ვიცი, ვიდეოში გამოჩნდება. მანქანა რო იქოქება, ეს ანათებს რაღაცა ძალიან ლამაზად რა და მართლა არ მქონდა მაგის მოლოდინი. ხო, გარბენს რაც შეეხება, ეხა ჯერ გამოშვება 2014 წლის ნოემბრის გამოშვება არის, ნუ 2015-იანი შეგვიძლია ჩავთვალოთ 180 კილომეტრი გარბენი 1.8 ძრავი. და ხო, ნუ რა ვიცი, ეპივანუსის თემები ხო ვიცით, აღარ დამიწეროთ კომენტარებში, გადადებულია 2000 ლარი თუ რამდენიც არის. უკანა მხარეც რო შევახედოთ, საკმაოდ კარგად გამოიყურება. ეს სპოილერი ეს მიყენებული არის? ხო, ამაზე შავი ფირი არის გადაკრული და ამას ახლიდან გადავაკრავ, იმიტომ რომ რაღაცნაირად რო ვანთებთ, ხო თითქოს დამწვარივით არის. და სალონში რო შევიხედოთ Sport Plus პაკეტი არის. ალკანტარა
რავი, შიგნით მე მაპატიეთ ცოტა არეულობა არის ეს ბავშვმა იმუნა. ხო, ტექნიკური ხარვეზე იყო. მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ შიგნით სალონში არის რაღაცა პრობლემები, კოსმეტიკური პრობლემები შეიძლება დავარქვათ. რა გამოდის ახლა საბოლოო ჯამში? ხელი მაქვს ცოტა შესავლები. ბევრი დარწმუნებული ვარ თბილისში და საქართველოშიც ამ პრობლემაზე თვალს ხუჭავს რაღაც, მაგრამ ჩემთვის ერთგვარი პრობლემაა ახლა დისკომფორტი არის, რომ პირობითად სავარძელზე შეიძლება რომ რაღაც ესეთი იყოს, არ ვიცი, წინა ვიდეოში გამოჩნდა თუ არა, ეს რო დავაფიქსროთ, ესეც ერთგვარი დისკომფორტი არის რა საბოლოო ჯამში. რავი, ნენელა ხას შევავლებ რა. კიდე იმის თქმა მინდოდა, რომ არ ვიცი, მგონი ეგ მომენტი გამორჩა, რომ დაპაუზდა ვიდეო. ამ მანქანასთან მიმართებაში დიდხანს დატოვებას არ ვაპირებ. გეგმა მაქვს ეგეთი და მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვისაც. იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა პრობლემატურიც რავი არის, არწმუნებული ვარ, რომ გეცოდინებათ ახლა ეს პრობლემა. ცეპივანუსის როგორც აღნიშნე. ხო, მანდან გამომდინარე, არ მინდა რომ ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებში დავიდე და მაგის გათვალისწინებით, ხო, დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ და ახალ მანქანასაც რო შევიდნენ უეჭვალზე დავდებ მაგის ვიდეოს რა. მაგრამ ჯერ ეს უნდა მოუხოდო, რომ ახალ მანქანაზე საუბარი დავიწყო. ბუნებრივი არის. ჯერ ამ მანქანის მოხდვა მინდა და რაღაც კაი გეგმები მაქვს, მოკლედ რა ვთქვათ. აღწერაში იქნება ნიკოს რჩევების საკონტაქტო, რავი, TikTok-ი, Instagram-ი, GT Cargo-ს საკონტაქტო და შეგიძლიათ შეეხმიანოთ რა. თუ რაღაც დაგჭირდებათ, ჩამოგდით მანქანა ამერიკიდან. მე როგორც მომიდგნენ ეს ბიჭები, რავი. ძალიან დასაფასებელია ჩემი მხრიდან. გამარჯობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ ცოტა ხმაურიანი ადგილი არის. სხვა ადგილი ფიზიკურად ვერ შევარჩიეთ, არ მოგვაგონდა და დღეს ცოტა ხმამაღალზე ვილაპარაკებ. დღეს არის 15 დეკემბერი. იმ ვიდეოს გაგრძელება, რაც გადავიღეთ ჩვენ მანამდე და საკმაოდ ბევრი რაღაცა შეეცვალა მანქანას რა. პირველ რიგში შეიცვალა ეს ფარი, შეიცვალა ეს ნაწილი, მოკლედ გადავაბით ჩვენ ძველ შიტოქს. ახალი შიტოქი ვიყიდე დაშლებში 200 ლარად, გადავაბით ასმაჩიქს, გადავამევინეთ და შევღებთ რა. ხო, ესე შეიცვალა. არ ვიცი ხა წინაზე ჩანდა თუ არა, წინა ვიდეოში რა. მოკლედ შეიცვალა ეს ფარი. კიდევ შევახედოთ, ეგერ მოდი ოპერატორო, მოდი ჯობია, იმიტომ რომ კარგად გაიგებენ ხმას და მე კიდე ცალკე კადრებსაც ჩავსვავთ რა. მოკლედ შეიღება აი ეს ნაწილი, სტოიკა იყო გამოსაჭიმი, აუ ქართულად არ ვიცი ხა, მე სულადაც არ ვიცი როგორ გამოითქმის და ქართულად ზედმეტია საუბარი. მაპატივით რა. ხო, მოკლედ ეს ნაწილი ახლა შეიღება საკმაოდ კარგად გაკეთდა, გამოიჭიმა შეიღება. კიდე რას გაკეთდა? დისკის თემები გავაკეთე, მოკლედ წინა ორი დისკი იყო დაზიანებული, არაფერი ისეთი განსაკუთრებული. საკმაოდ კარგად დადის, ძალიან პრაქტიკული მანქანა არის, იმის გათვალისწინებით, რომ სიამოვნებას იღებ. პრაქტიკულობა ვისთვის რა რეალურად რა, იმიტომ რომ მე ჩემთვის პრაქტიკულია, კარგად დადის, რბილად დადის, წვას რაც შეეხება, რაც ვიარე, საკმაოდ ბევრს ვავს. საკმაოდ ბევრს ვავს, ქალაქში 12-13 ლიტრა, თან იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარი არის, ეგეც არის მიზეზი. მოკლედ საქარემინას რაც შეეხება რა, საქარემინა შესასვლელი არის. ხო, სხვა ისეთი არაფერი, უკანა ნაწილიც რო შევახედოთ რა. უკანა ნაწილზე რა ხდება? აქ ხელი არ შემივლია საერთოდ არაფერში, რაც არის ეგ არის, როგორიც ჩამოვიდა. ხო, კიდე ლაქებით შეიძლება იყოს ცოტა. კარგად ვერ გავწმინე მანქანა, როცა გავურეცხე და ეგ მომიტევით, მოკლედ საწმენდის ბრალი არის. თან კაი მანქანა არის, რბილად დადის, 18-იანი დისკები აყენია და მაგის ფონზე მართლა მაგრად. გამოვარდება ვისოლის ფასტაკლების QR-ი, შეგიძლიათ დაასკანეროთ და ისარგებლოთ ფასტაკლებით უშუალოდ ადგილზე ვისოლის ბენზინგასამართ სადგურს. ხო, კიდე Instagram-ზე უნდა გავუმკვეთ, თუ გაინტერესებთ უფრო მეტი დეტალი, მანქანასთან დაკავშირებით ბევრს შევაგდებ და პირველ სიახლეს Instagram-ზე გაიგებთ და ხო, ვიზუალურად არის ესეთი მანქანა. მე პირადად ძალიან მაგათ მომწონს. ხალხო, ეხლა უნდა განახოთ კიდე პანორამა, რაც ამ მანქანას აქვს ძალიან ლამაზი და აუცილებელი არის მაგის ჩვენება ჩემი აზრით რა. ეხლა განახეთ. всё, ჩაიკეტა. всё, ეხლა უყურე. აი, ზემოდან გადაახედე რა ძალიან ლამაზი არის რა. ძალიან კაი რაღაცა არის. უკანა ხედი, რა ვიცი, აი, ძალიან მაგარი. უკანა ხედი, იმიტომ რომ ჩავიშდეგიო რა. გავიყენე ხალხო ერთი სული მაქვს, როდის დავიძრობით, ჩავთავთ გათხოვებას რა, ემინა ძალიან გავიყენე. ხედი დაანახე გიო რა, აი, ძალიან ლამაზი არის, მოკლედ რო ვთქვათ, უკანა მხარეს ვინც ის აი ეს მთლიანად ხედი იშლება და ანუ ამ მანქანას ეგ პლუსი აქვს და პანორამა კუპეს. კომპლექტაცია როგორც ისეთი აქვს ძალიან მაგარი ამ მანქანას, ალკანტარა და ალკანტარა ძალიან ფასობს, როგორც თქვი, მანამდე. ძველ გადაგებულ კადრებში. ხო, გარბენი 180 კილომეტრი 2014-იანი ნოემბრის გამოშვება და ეგ არის რა, პრინციპში სულ ეგ არის. გავივლით კიდევაც მაგ კადრებსაც გაჩვენებთ. ბოდიში ესეთი გარემოსთვის ცოტა თიმწმენა ჩასტარებელი. ხო და ეგეთი ამბავი ხალხო.
დავიძრათ უკვე ჩვენი ოპერატორი გადაიღებს ახლა რაღაც კაი კადრებს და ეგ არის რა. წავიდით. ხო, პირველ რიგში ახლა სტანდარტულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ. აი ამ ღილაკით გამოჩინა პანდა ეს. ხო, თავისით იზავს საწირა, აღარ გაჭედავს. აი გახსნის სადაც ცოტა პრობლემა რა. всё, აი უკანა მხარე ანახე გიო. ის ცალკე ამბავი არის ახლა რატოდებს ის შიდა ნაწილი კარების. ხო, ეს უკანა ნაწილი და ხედი ძალიან ლამაზი არის, ძალიან მაგარი მომწონს. კიდევ ერთხელ რომ დააწვევი ესე, გადმოვა ეს ბადე და მზის ხეობს იჭერს რა. კაი, იმაზეც გეტყვით კარების ამბავში რა ხდება. დიად არ მინდოდა ახლა მაგას საუბარი, მაგრამ გეტყვით ერთ-ორ სიტყვას მაგ თემასთან დაკავშირებით. მოკლედ, დაშილებში ვიყიდე ეს კარები. სტანდარტული კომპლექტაციის კარები და მანქანაში უკან მიდევს ამერიკიდანაც ჩამოყვა ეს ალკანტარას კარები და აი ეს შიდა ნაწილი რაც არის ეს ალკანტარა მიდოდა რომ გადმომეტანა ამ კარებს, მაგრამ ძალიან საწოლებელიაო, ხარჯებთან არისო დაკავშირებულიო და მოკლედ მანდან გამომდინარე დავიკიდე რა, ანუ რა კარებიც არის ამასაც დავტოვებ და მანქანის გაკეთებაზე როცა მიდგება საქმე, რა ვინც იყიდის ამ მანქანას, რავი, თვითონვე გადაწყვეტავს რა გააკეთოს და გადმოეტანოს თორე ეს ალკანტარა. რა ვიცი, ეგ არის მისი არჩევანი რა იდეაში, მაგრამ მე ხა მეზარება ეხა და მაგაში ფულის გადაყრა ნაკლად არ მინდა რა. წავედით. დავიწყეთ და ეგ არის. ხო, ეხა რა ხდება? მანქანით დავდივარ დაახლოებით 2 კვირა არის და საკმაოდ შევისწავლე ეს მანქანა. გაბარიტები და ამ სიტყვის ხმარება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ გაბარიტები შევისწავლე. ძალიან კარგად დადის, რა ვიცი, აი არაფერი პრობლემა მანქანას არ აქვს. წინა კადრებში არ მithkoms რა შეუცვალე მანქანას. ზეთი შეიცვალა, ჰაერის ფილტრი შეიცვალა, ზეთის შეცვლას ზეთის ფილტრიც რო იცვლება, ეგ ბუნებრივია. საწმენდების ისა, რაც არის დამავიწყებია. ხო, ეგეც შეიცვალა და სხვა ისეთი რავი აღარ შეცვალეთ. სხვა ისეთი არაფერი არ შემიცვლია პრინციპში რა. ხო და წვა რავი, ეხლა ცოტა ბევრს მიჩვენებს წვას. იმიტომ რომ საცობებში მოვყევი და რაღაცა ეს მაგრამ საბოლოო ჯამში მართლა კაი მანქანა არის რა. მართლა კაი მანქანა არის. Mercedes-ი არის სულ მინიმუმ და სიამოვნებას იღებ. რა შეიძლება გაზაობას, ამ მანქანას გაზაობა არ უყვარს და გაითვალისწინეთ ეგ. გაზაობა არ უყვარს ამ მანქანას. ძალიან სუსტი ძრავები აქვს და მაინდან გამომდინარე არ არის. კიდე რისი თქმა მინდოდა. ეს გავუშვით მარცხნივ მიდიოდა და კაითი შარლი ავარდნიკე. ციმციმე. ხო და რაღაცა მომდე და მოვიწყდა. ხო ქიმწმენა უჭოლზე უჭული მაგავაკეთე, მოკლედ მანქანაზე 100%-იანი თემა არის. ხო. მოკლედ დისკმა ცოტა გამაწვალა. მარჯვენა დისკი მაქვს ხა, კი გავაკეთებინე, მაგრამ რაღაცა ვერ გააკეთეს ფაქტია რა. იმიტომ რომ იშვებს, ხა დღეს არის რომელი დღეს კვირა არის. მოკლედ პარასკევს გავბერე წინა ორი საბურავი 36-ზე რა, ცოტა ბევრი არის, მაგრამ იკლებს და მოკლედ ტესტავ. ხო და მარჯვენამ დაიკლო. მარცხენა გავაკეთებინე იდეაში. მარცხენას გავაკეთებინე, მაგრამ მარჯვენამ დაიკლო. ჩამოვიდა რა ვიცი 30-ზე. მარცხენა ისე 30-ზე, 36-ზეა. ხო და საბოლოო ჯამში მარჯვენა უნდა გავაკეთო და მარჯვენას რომ გავაკეთებ მარჯვენა დისკს, მე თერმულად შევღებავ. არ დაჭდება ეხა ეგ რაღაცა ჰაი-ჰუი ხარჯი არ არის და საბოლოო ჯამში ბევრი არ დაჭიროებია ხა, რაც რეალობა ეგ არის რომ მანქანას ბევრი არ დაჭიროებია ხარჯი. და ლაიქი ხარყო და გამოიწერეთ არხი აუცილებლად. ლაიქი გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აუ რავი შევეცდები რომ დავდო ამ ახსის ვიდეოები. PUBG სტრიმს განვაახლებთ მალე. ხაცაცაც ჩამოვიდა ამერიკიდან და მოკითხვა ხაცაცაც და დავიწყებთ უკვე ნელა სტრიმს. ეგ არის ჩაჭერა და რაღაცებს ნუელოდებით. არ ვაჭერ. ცოტა მანქანა და მანქანას პატივიცეთ. მაგრამ ეგეც იქნება მე საომაროთ როცა კარგად ვისწავლეთ არებას და გეიმერებს რაღაცა რა ამას ახლა ოჯახის წევრებს უყურებენ და რა დროს რა ჩავაჭერე და რამდენი დავადებინე მაგას საუბარი მგონი არ იქნება ლამაზე. არაფერი არ ჩამიჭერე ამ მშობლებო, ყველაფერი კარგად არის. ხო, მოკლედ ეგეთი ამბავია. დავალაიქოთ გამოიწევთ არხი და პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ ვიდეოც. დღეს რას ვაკეთებ? ეხლა უცებ პატარა გეგმაც რო გითხრათ, საჭმელად მივდივართ ეხლა მე და პანდა შევჭამთ და მე დისკზე გველოდებიან 6 საათისკენ და დისკი უნდა გავაკეთებინო მარჯვენა, თორე იკლებს. ჩეკის ანთებები არ მიყვარს მე ზოგადად. ხო და მოკლედ
ეგეთი ამბებია. დაგემშვიდობით მეგობრებო და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Ciao, kakao.